ხაზგასასმელია ქართული მილიციის გმირობა, რომელმაც მიუხედავად ბრძანებისა მომიტინგეებისთვის შექმნა გასაქცევი კორიდორი, რის გამოც დარბევას ნაკლები მოქალაქე ემსხვერპლა. რა თქმა უნდა, საბჭოთა ხელისუფლება და გენერალი როდიონოვი უარყოფდნენ დარბევისას ძალადობას. ამ ტრაგედიამ შექმნა მუხტი, რომელიც გაუჩერებელ აქციებში გამოიხატებოდა და უკვე 1991 წლის 9 აპრილს ტრაგედიის ზუსტად 2 წლის თავზე გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილს წამებულთა სულები დაგვრცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამე თუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართული ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. გამოაცხადა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ.